ეს აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი აუტიზმის საზოგადოებას ეწვია. ჭიაბარაშვილმა ბავშვებს სიმბოლური საჩუქრებიც მიუტანა. 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ერთად საქართველოც შეუერთდა. გვექნება მუდმივი დიალოგი ამ ადამიანებთან, როგორც მშობლებთან, ისე ამ სფეროს სპეციალისტებთან, საერთოდ რომ მოვძებნოთ სწორედ სახელმწიფომ რა შეიძლება გააკეთოს იმისათვის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს ბავშვებისთვის ეს პრობლემა და ბუნებრივია თუ ადრე მოხდება ჩარევა, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება. Ყველა პრობლემა ძირითადია ამ შემთხვევაში დავიწყოთ ადრეული დიაგნოსტირებით და ადრეული ჩარევით, რომელიც მკვეთრად აუმჯობესებს გამოსავალს, ანუ ეს ადამიანები აღარ იქნებიან მიბმული მომბლელს საუკეთესო შემთხვევაში და შეეძლებათ სრული ინტეგრირება და ადაპტირება საზოგადოებაში. მეორე პრობლემა არის გარემოს ადაპტაცია ამ ადამიანების ჩვეულებრივი და ნორმალური ფუნქციონირებისთვის.